გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლო დროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ხმის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჯოჯოა ვარ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ექიმი, ნეირომეცნიერი, ასევე ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ქალბატონი თამარ ალადაშვილი. მოგესალმებით, ქალბატონო თამარ, დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. მოგესალმები მარია, მივესალმები რადიო მსმენელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ასეთი საინტერესო საუბრის წამოწყევისთვის. დიახ. ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა იქნება ძილი, რომელიც მოგეხსენებათ დღევანდელ რეალობაში ყოველთაობის პრობლემა, ასე ვთქვათ და მოდით ქალბატონო თამარ დავიწყოთ საუბარი ზოგადად იმით თუ, ასე ვთქვათ, როგორ მოქმედებს ძილი ადამიანის ჯანმრთელობას. საინტერესოა მართლაც ძილის არსი ჩვენი ყოველდღიურობისთვის და ზოგადად ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ძილის საკმარისი რაოდენობა თავიდანვე განსაზღვრულია, დაწყებული ახალშობილიდან დასრულებული მოხუცებული ასაკით. და ძილის საკმარისი ოდენობის გარეშე ჩვენი ფუნქციონირება, ყოველდღიური აქტივობა, ჩვენი კოგნიტური უნარები, ჩვენი იმუნური სისტემა, ჩვენი მეხსიერება, ყველაფერი განიცდის ძალიან ასე ვთქვათ, მავნე ზემოქმედებას თუ არ გვექნება საკმარისი რაოდენობის ძილი. ზოგადად ძილის არსი თავიდანვე ძალიან საინტერესო იყო და მისტიკასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ თანამედროვეობაში ჩვენ გავიაზრეთ, რომ ძილი ეს არის ფუნდამენტალური, ისევე როგორც ჯანგბადი, საკვები და ასე შემდეგ. და ამიტომ, რადგან გამომდინარე იქიდან ეს ფუნდამენტური მოთხოვნა არის, მისი სიმცირე ან არასაკმარისი ხარისხის ძილი აბსოლუტურად აუარესებს ადამიანის ყოველდღიურობას. განსაკუთრებით თუ ეს ეხება ბავშვს, მოზარდს, სტუდენტს და ასე შემდეგ, ასეთ მოწყვლად ასაკობრივ კატეგორიას. და ქალბატონო თამარ, მოგახსენოთ, როგორ მოქმედებს, ასე ვთქვათ, სოციალური ქსელების გამოყენება ბავშვების და განსაკუთრებით სტუდენტების, ასე ვთქვათ, ძილის ჯანმრთელობაზე. ძალიან კარგი. სოციალური მოდი ამ კითხვას დავყოფდი ასე. დავყოფდი სოციალური ქსელების პრობლემად და კიდე ძილის დეპრივაციასთან დაკავშირებულ პრობლემად. სოციალური ქსელების მოხმარება, დღევანდელობაში ძალიან, ასე ვთქვათ, საყურადღებოა. სოციალური ქსელის გამოყენება მუდმივად დღისა და ღამის რეჟიმში აზიანებს ბავშვების კოგნიტური პრობლემების, ასე ვთქვათ, კოგნიტური პრობლემები ვითარდება ბავშვების განვითარების დროს. ძირითადად ის არის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სკროლვაზე, როდესაც ვსაუბრობთ ბავშვების მიერ აი ამ მუდმივ სოციალური ქსელების მუდმივ ღამის პროცესში გამოყენებაზე, აქ ირღვევა არა მარტო ძილღვიძილის ციკლი, არამედ აქ არის მეორე პრობლემა, ეს არის დამოკიდებულების განვითარება. დამოკიდებულების განვითარება თავის მხრივ დამოკიდებულია იმაზე, რომ ეს პატარ-პატარა ვიდეოებით, რომლებსაც ბავშვები მუდმივად იღებენ და პატარა ჯილდოებს აძლევენ თავიანთ ნერვულ სისტემას, როგორც ჩვენ გვაქვს ჩვენს თავის ტვინში, ისინი შემდეგ აღარ არიან დაინტერესებული ისეთი აქტივობებით, როგორიც არის ინტერაქცია თავის თანატოლებთან, როგორიც არის მაგალითად რაღაცის წაკითხვა, დახატვა და ასე შემდეგ, რადგან ისინი უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს და ისეთ სიამოვნებას არ ანიჭებს, როგორც ის პატარა ვიდეოები. ეს ერთი ნაწილი რო გავყოთ. ახლა თუ ეს ხდება ღამე და რა თქმა უნდა ეკრანს აქვს თავისი ლურჯი განათება, ეს ცოტა არ იყოს და ნერვული სისტემისთვის გაუგებელია, იმიტომ რომ საღამოთი, როდესაც უნდა ბავშვმა დაიძინოს, აქ უნდა იყოს მელატონინის სინთეზი მომატებული, ეს კი მუდმივად გამუდმებულად აწვდის ამ ლურჯ განათებას, რომელიც სკრინებს აქვს, რა თქმა უნდა ეს აფერხებს მელატონინის სინთეზს და მოდი ერთსაც ვიტყვი, ხას გავუსვავ, რომ მელატონინის სინთეზი ისედაც დაყოვნებული აქვს ადოლესცენტი, ანუ მოზარდ ასაკში და პუბერტულ ასაკში, ისედაც ფიზიოლოგიურად დაყოვნებულია და ხა თქვენ წარმოგიდგენთ, როცა ისედაც დაყოვნებულია და ჩვენ კიდე ამას ვახანგრძლივებთ. რა თქმა უნდა, ეს ხშირად ძალიან დიდი პრობლემაა როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის და ხშირად მისდიაგნოზირებულია როგორც უძილობა. იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში ბავშვს ან თინეიჯერს აქვს უძილობა. თუმცა ეს ასე არ არის და ეს ზუსტად აი ამ გაჯეტების და გვიან ღამით, აი ამ ლურჯი ეკრანების დასხივების მიზეზია.
და ზუსტად რამდენი საათი ისჭირდება ბავშვს იმისთვის, რომ ეძინოს და რატომ არის ეს ქალბატონო თამარ მნიშვნელოვანი? ხო, საინტერესოა, როგორც თავიდან ვახსენე დასაწყისში, სხვადასხვა საათობრივი ოდენობა ძილის, ანუ ძილის მთავარი მახასიათებლებია ძილის რაოდენობა, მისი ხარისხი და ტაიმინგი, ანუ დროულობა. ბავშვებისთვის ახლა თუ ვსაუბრობ ჩვენ ძალიან პატარებზე, ახალშობილებზე 18 საათი ძინავთ, მე ნელ-ნელა ეს იკლებს, მაგრამ უფრო საინტერესოა, როგორც ხვდები ახლა სასკოლო ასაკი და თინეიჯერების ასაკი. სასკოლო ასაკი, ანუ ფრესკულერი და ადრეული სკოლის ასაკი, რომელიც 6-დან 12 წლამდეა, რა თქმა უნდა 9-12 საათი. ეს არის ამერიკის ძილის კვლევის ასოციაციის მიერ, ძილის მედიცინის, ასე ვთქვათ, აკადემიის მიერ დამტკიცებული ნორმები. სხვა გაიდლაინებიც არის, ახლა ჩამოთვლას აღარ დავიწყებ. მთავარია რომ იქ გვაქვს მითითებული ასაკობრივი ნორმა ბავშვებისთვის, ესე იგი, როგორც ახლა აღვნიშნე 9-12, ხოლო თინეიჯერებისთვის არის 8-10. ეხლა რას ნიშნავს ეს 8-10? არსებობს სხვადასხვანაირი დატვირთვა ბავშვზე, შესაბამისად ეს სხვადასხვანაირი დატვირთვა სხვადასხვანაირად მოითხოვს ძილის ანაზღაურება. შეიძლება ზოგ ბავშვს ეყოს 8 საათი, შეიძლება ზოგ ბავშვს ეყოს 10 საათი. მაგრამ ეს აუცილებელია, რატო? იმიტომ რომ პირველ რიგში ჩაძინების პირველ ნახევარში ჩვენ როგორც ვიცით, ეს არის ძალიან ისეთი უმნიშვნელოვანესი ფაზა, როდესაც ზრდის ჰორმონი უნდა გამოიყოს, როდესაც უნდა გაიზარდოს ბავშვი. და პლუს ამას კიდე თვითონ როგორც ვახსენე, ძილის ხარისხი არის ერთ-ერთი ისეთი მახასიათებელი, რომელიც თვითონ ფაზების თანმიმდევრობას გულისხმობს ძილში და ეს უმნიშვნელოვანესია მათი მეხსიერების კონსოლიდაციისთვის. ანუ თუ ბავშვს დასწავლის პრობლემა აქვს, შეიძლება ეს მეტწილად იყოს დაკავშირებული იმასთან, რომ არა ის, რომ მას გონებრივად არ შეუძლია, არამედ ის, რომ მას არ ძინავს საკმარისი ოდენობით, რათა მოხდეს წინა დღით არსებული ნასწავლი მასალის გამყარება, რასაც ჩვენ მეხსიერების კონსოლიდაციას ვუწოდებთ. და ინიშნებზე მოგვახსენოთ ქალბატონო თამარი, განსაკუთრებით ასე ვთქვათ, რა ნიშნები ან ვთქვათ სიმპტომები შეიძლება დავარქვათ, რა სიმპტომები მიუთითებს იმაზე, რომ ვთქვათ ბავშვებს ან სტუდენტებს აქვთ ქრონიკული ასე ვთქვათ ძილის დეფიციტი. ნიშნები ცალსახაა. პირველ რიგში გარეგნულად ისინი ძალიან ასეთი გამოუძინებლები არიან პირველ რიგში და ეტყობათ განსაკუთრებით ეს სავალალო მეც ახლა ასე ვთქვათ შვილების დედა ვარ და მასწავლებლები განსაკუთრებით აღნიშნავენ რომ პირველ გაკვეთილზე ყველა არის ასე ვთქვათ მოდუნებული ნახევრადმძინარე მდგომარეობაში და ძალიან უჭირთ რა თქმა უნდა კონცენტრირება იგივე დასწავლილი წინა დღის ნასწავლი შეიძლება მათი იმეცადინეს ძალიან კარგად მოამზადეს გაკვეთილი მაგრამ მისი გახსენება, ფორმულების დამახსოვრება, რაღაც ახალი სიტყვების მოძიება. რა თქმა უნდა, თვითონ საგაკვეთილო პროცესზე ისინი ვერ არიან აქტიურები და კონცენტრირება უჭირთ. და პლუს ამას იცით რა ემატება კიდე, რომ როდესაც ასეთი მოწყენილები არიან, ისინი ცდილობენ მოწყენილები, ასე ვთქვათ, უენერგიოები, ცდილობენ რომ რაღაცა შემოვლითი გზა იპოვონ და რა თქმა უნდა, მე მიმართავენ 1000 ენერგეტიკულ სასმელს, მას სტიმულირებელს, ეს არის კოფეინი, ეს არის თვითონ ენერგეტიკული სასმელი, რომელსაც კიდევ დამატებითი ზიანი მოაქვს მათი ჯანმრთელობისთვის და რა თქმა უნდა, ეს კიდევ დამატებით საზრუნავს უქმნის მშობლებს, რომ როგორ ასე ვთქვათ, გამიჯნოს ერთმანეთისგან ეს პრობლემები. დიახ, შეიძლება თუ არა მაგალითად სოციალურ ქსელში ნანახმა კონტენტმა, ასე ვთქვათ, გაზარდოს ბავშვებში შფოთვა და ამან გამოიწვიოს უძილობა. კი ბატონო, მნიშვნელოვანია ეს კონტენტი, რას ნახულობს ბავშვი, ძალიან მნიშვნელოვანი არის და რა თქმა უნდა არსებობს შეზღუდვები. ჩვენ საუბრობთ ხოლმე, რომ მშობლებს აქვს არის რაღაც აპლიკაციები, როგორც ვიცი, როცა მშობლებს შეუძლიათ აკონტროლონ. თუმცა მე მგონია, რომ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა და კოლაბორაციაზე დამყარებული ურთიერთობა უფრო კარგად მუშაობს დედაშვილს და მამაშვილს შორის და საერთოდ მშობლებსა და შვილებს შორის, ვიდრე ეს მკაცრი კონტროლი. მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს თანხმებული ბავშვებთან, რომ რა ასაკობრივი კონტენტი შეიძლება რომ ნახოთ, მაგრამ თუმცა მასში შეიძლება რომ იყოს ისეთი რაღაცა, რაც შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი შფოთვის წყარო იცით რა არის, რომ ისინი ძალიან ნერვიულობენ ლაიქებზე, მათ პოსტზე რამდენი ლაიქი მოგროვდა, კომენტარებზე და ამან რეალურად შეიძლება განსაკუთრებით ძილის წინ თუ ხდება და ისინი რაღაცას მნიშვნელოვანს განიხილავენ, ან ცუდი კომენტარი ნახეს, ან არასაკმარისი ოდენობის ლაიქები ნახეს, მათ შეიძლება რომ ძალიან ძლიერი შფოთვა გამოეხატოთ და ეს ერთჯერადად შეიძლება რომ არ იყოს ისეთი სავალალო, მაგრამ თუ მრავალჯერადად ხდება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დაარღვევს ძილის მიმდინარეობას. და სტუდენტებზეც რომ ვისაუბროთ ქალბატონო თამარ, მოგახსენებათ თქვენც ლექტორი ხართ და ასე ვთქვათ, რა გავლენა აქვს უძილობას ძირითადად სტუდენტებში, ასე ვთქვათ, გამოცდების პერიოდში?
ეს საკმაოდ წავე პრობლემა, არა მარტო გამოცდების პერიოდში. მოდი სანამ ამ თვითონ პრობლემაზე გადავალ, იმას ვიტყვი, რომ ჩვენმა ორგანიზმმა არ იცის, როდის გვაქვს გამოცდა, როდის გვაქვს შაბათი კვირა, როდის გვაქვს არდადეგები. ჩვენს ორგანიზმს ერთნაირად და მნიშვნელოვნად სჭირდება კარგი ხარისხის ძილი, საკმარისი ოდენობის და კარგი ხარისხის ძილი, ამას ხაზს გაუსვა. განსაკუთრებით, როდესაც სტუდენტები ცოტა ისე ლაღად არიან არასაგამოცდო პერიოდში და ძინავთ, ანუ მაგას ვამბობ, რომ აკადემიურად ისე არ არიან დატვირთულები და მე ეს იცვლება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვნად აისახება მათ კონცენტრირების უნარზე, მათ мотиваციაზეც, მათ мотиваცია აღარ აქვს და ყველაზე მთავარი რჩევა, რასაც სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე, ეს არის, რომ არ ასე ვთქვათ, შეამციროთ ძილის ხანგრძლივობა იმის ხარჯზე, რომ სხვა რაღაცა გააკეთოთ. ჯობია ძილის ხანგრძლივობა იყოს ნორმალური, რათა თქვენი ნასწავლი პროდუქტიულად იქნას გადატანილი ხანგრძლივ მეხსიერებაში და მერე გამოცდაზე გამოიყენონ. რა ვიცი, რამდენად იყენებენ სტუდენტები, არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის ვურჩევ, რომ ძილის ხარჯზე, როგორც წესი იცი, რა ამბობენ ხოლმე, რომ შაბათ კვირას დავიძინებ, აი მერე გამოვიძინებ. ეს გამოძინება, როგორც ასეთი, არ არის ფიზიოლოგიური, იმიტომ რომ ორგანიზმს ერთნაირად სტაბილურად ჭირდება სწორი ძილის დრო, ნორმალური რაოდენობის ძილი და ნორმალური ხარისხის ძილი. და საბოლოოდ ქალბატონო თამარ, რა რეკომენდაციებს და რჩევებს მისცემთ, ასე ვთქვათ, ბავშვების მშობლებს და სტუდენტებს ჩანსახ ძილთან დაკავშირებით? ხო, დავიწყე მაშინ ჯერ მშობლებით. მშობლებთან, როგორც ვახსენე, ძალიან მნიშვნელოვანია კოლაბორაცია მშობლებსა და შვილებს შორის. უნდა იყოს დათქმული დრო, რომლის მერეც, ანუ თავისუფალი სკრინისგან თავისუფალი დრო. ეს უმჯობესია რომ იყოს ძილამდე საათნახევრით ადრე. თუ ამას მოახერხებენ და მოილაპარაკებენ ერთდროულად და ოღონდ მშობელიც უნდა იყოს ზუსტად ამ მდგომარეობაში. ხა როდესაც მშობელი სკროლავს და ის ბავშვს ეუბნება, იცი რა, საათნახევრით ადრე შენ უნდა დადო ტელეფონი, მაინც და მაინც არ არის სამართლიანი მიდგომა. ამიტომ თუ მშობელი ამას თვითონაც გააკეთებს და ასე ვთქვათ როლ მოდელი იქნება ბავშვისთვის, მე მჯერა რომ ძალიან კარგად გამოვა ეს ურთიერთობა. მშობლებისთვის ეს რჩევა, გარდა ამისა, მოაცილონ ტელეფონები, რათა არ მოხდეს ღამე არ გაიღვიძოს ბავშვმა, არ ნახოს ვინ დაულაიქა, ვინ რა კომენტარი დაუწერდა. ეს მიკრო შეღვიძებები კიდევ ერთხელ აზიანებს ძილის სტრუქტურას. საერთოდაც თუ გამოიტანეს საძინებლიდან ტელეფონს, უკეთეს იქნებოდა გარეთ დატენიან საძინებლის გარეთ. რაც შეეხება თვითონ სტუდენტებს, სტუდენტები უკვე იმხელ ისეთი შეგნების და ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, კოგნიტური უნარების ხალხია, ასე ვთქვათ, რომ შეიძლება მშობლისგან ეს ნათქვამი ეწყინოთ კიდევაც. ამიტომ მე ჩემს სტუდენტებს ურჩევდი, რომ თვითონ დაარეგულირონ ეს, ანუ ძილამდე, ვთქვათ 12 საათზე აქვთ ძილის დრო, შეზღუდონ თავიანთი გაჯეტების გამოყენება და შეეცადონ, რომ გარემოც იყოს ტელევიზორისგან, მარტო კომპიუტერი, ანუ ტელეფონი არა, კომპიუტერი, ლეპტოპი, ტელევიზორი, ყველაფერი და საერთოდაც ძილის ჰიგიენა გულისხმობს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რაღაცას. საძინებელი უნდა იყოს ყოველგვარი განათებისგან თავისუფალი, ანუ ლურჯი ნათებისგან თავისუფალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სტუდენტს ძალიან კარგად შეუძლია ეს გააკეთოს. უბრალოდ მიიტანს ბოლომდე რაღაცის დაპოსტვას, რაღაცის გააკეთებას, ან წაკითხვას, ან სწავლას და თუ ეს ასე არ მოხდება, მნიშვნელოვნად დაზიანდება მათი როგორც დასწავლის უნარი, მათი ფიზიკური ჯანმრთელობა და სომატური პრობლემებიც იჩენს თავს, რომელსაც საბოლოო ჯამში ვერ ხვდებიან ხოლმე საიდან მოდის ეს სომატური პრობლემა, რომელიც შეიძლება ქრონიკული ძილის დარღვევით იყოს გამოწვეული. დიახ. დიდი მადლობა ქალბატონო თამარ თქვენ მობრძანებისთვის და ნამდვილად აქტუალურ თემაზე საუბრისთვის. მადლობა თქვენ. იმედი მაქვს რომ თქვენ რჩევებს გაითვალისწინებენ როგორც მშობლები, ისე სტუდენტები. მეც მაქვს ამის იმედი, მეც ძალიან აქტიურად ვცდილობ ეს რჩევები ოჯახში გამოვიყენო პირველ რიგში ჩემს სტუდენტებთან და ჩემს საახლობლოში მეგობრებთან. მადლობა თქვენ მოწვევისთვის და ესოდენ საინტერესო და აქტუალური თემის წამოჭრისთვის. დიდი მადლობა. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. შეხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6 საათზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები. ბოლო დროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები. დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.